სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებს და ეგრეთ წოდებული შემავსებელი პაკეტების აღდგენას აყენებს დღის წესრიგში. კერძო და საჯარო პარტნიორობის მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წლების წინაც არსებობდა, თუმცა დაშენებული ანუ შემავსებელი პაკეტები ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს გააუქმა. შეზღუდვის დაწესება მაშინ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯების შეკავებას ემსახურებოდა მიზნად. თუმცა ფაქტია, ამის გარეშეც ჯანდაცვაზე ბიუჯეტიდან დანახარჯები იზრდება. 2013 წლიდან მოყოლებული ამ პროგრამის ბიუჯეტს შევხედავთ, დანახარჯები სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის საყოველთაო დაცვაზე წლიდან წლამდე იზრდება და ამ პროგრამის ისტორიაში გასულ წელს პირველად მან 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სადაზღვევო სექტორი წლების წინაც და ახლაც ფიქრობს, რომ მათი ამ პროგრამაში მონაწილეობა ყველა მხარის ინტერესში შედის და ამ გზით სახელმწიფოს ასეულობით ლარის დაზოგვა შეუძლია. ამ წუთში არის ერთი დაფინანსებული როგორც ისეთ სახელმწიფო და არის გარკვეული ტიპის შეზღუდვები, რომ ადამიანმა რომ ციყიდოს თავისი, ასე ვთქვათ, თავისუფლული დაზღვევა, ის რაღაც გარკვეულწილად სრულად ამ ნაწილობრივ ისჯება იმისათვის, რომ აქვს კერძო დაზღვევა და ეს ვფიქრობ, რომ არ არის სამართლიანი. მაგალითად, ადამიანი თუ გადაწყვეტს, რომ ისეთი დაზღვევა იყიდოს, სადაც შედის სერვისები, რომელსაც საერთოდ საყოველთაო არ ფარავს და ამის გამო ადამიანი ისჯება, აბსოლუტურ სამართლოა ყველანაირი გაგებით. დღეს არსებული მოდელით თუ მოქალაქე კერძო დაზღვევას შეიძენს, მას საყოველთაო პროგრამის დატოვება უწევს. კერძო მზღვევლები კი სახელმწიფოს თავაზობენ. პროგრამის ბენეფიციარებმა ის სერვისები, რომელსაც სახელმწიფო არ ფარავს, კერძო დაზღვევით შეივსონ და ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტების შეძენის თავისუფლება მიეცეს. არის მაგალითად მედიკამენტები, რომელიც არ არის ფუფუნება, ეს სასიცოცხლო აუცილებელია, რომ მედიკამენტები ქრონიკულ პაციენტებს ჰქონდეთ, ან მწვავე პაციენტებს ჰქონდეთ. არ არის ლიმიტები არ არის საკმარისი, ძალიან ბევრი ოპერაცია და ჩარევა უკვე იმაზე ბევრი ღირს ვიდრე სახელმწიფო აფინანსებს. ონკოლოგიაშიც არ არის პაციენტების და საკმარისი თანხები. შესაბამისად, კარგია თუ ეს ყველაფერი ამ ყველაფრის შევსება მოხდება კერძო დაზღვევით. ამით ძალიან დიდ სარგებელს ნახავენ ადამიანები და ბევრად დაცულად იგრძნობენ თავს. დღეს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 9 მილიონზე მეტ ადამიანს აზღვევს. კერძო სამედიცინო დაზღვევით კი საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20% სარგებლობს. სამედიცინო დაზღვევაში გასული წლის 9 თვის მდგომარეობით მოქმედი პოლისების რაოდენობა 750,180 შეადგენდა. კერძო მზღვეველები თვლიან, რომ ერთობლივად სახელმწიფოსთან ერთად ჯანდაცვაზე ხარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვა შესაძლებელია, მათ შორის პოლიპრაგმაზიასთან და პოლიფარმაციასთან ბრძოლა. დღეს არსებული მოდელით კი სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებს კონკურენტად განიხილავს. რეგულატორულად არის პირდაპირ ჩატეხილი უზარმაზარი უფსკული. რეგულატორულად განა შემთხვევით ან ტრადიციის ან ქონით. პირდაპირ რეგულაცია ამბობს, მთავრობა ამბობს, რომ თუ არა ღარიბმა და არა პენსიონერმა ადამიანმა მოკიდა ხელი დაზღვევას, ის დაკარგავს სახელმწიფო მოსახურებას. ეს არის უნიკალური ქართული მოგონება. კონკურენციაში ვართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და დაზღვევა. ადამიანს ვეუბნებით, ან ერთი აირჩია, ან მეორე. და თუ ადამიანი აირჩევს დაზღვევას, ის კარგავს ყველაფერი იმას, რასაც სახელმწიფო აძლევს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. ეს კონკურენცია უნდა მოვარღვიო. ეს უკვე აპრიორი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ ფასების რაღაცა კატასტროფულ გაძვირებას არ უნდა მოველოდოთ, იმიტომ რომ კონკურენცია ამას თანთქავს. ხარისხი არ გაფუჭდება, იმიტომ რომ კონკურენცია ამას დაარეგულირებს და რაც ყველაზე მთავარია, პოლიფარმაცია, პოლიპრაგმაზია, რაც აწვება ჯანდაცვის სისტემას, მოქალაქეს და დაზღვევას. ამ ყველაფრის ეფექტური მართვა არის შესაძლებელი აი ამ თანამშრომლობით, სადაც არის სახელმწიფო, სადაც არის დაზღვევა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კერძო დაზღვევით სარგებლობა მხოლოდ პენსიონერებს და ბავშვებს შეუძლიათ. ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, თუ სახელმწიფო პროგრამის ყველა ბენეფიციარს საშუალებას მისცემს კერძო დაზღვევით ისარგებლოს, ეს პირველ რიგში პაციენტების ჯიბიდან დანახარჯებს შეამცირებს და ბუნებრივია, სახელმწიფოც ხარჯების შეკავებას შეძლებს. დაშენების დაშვება არის პენსიონერებში. ძალიან კარგია, იმიტომ რომ თუ კი მისი ოჯახი პენსიონერის რაღაც ოჯახის წევრებს აქვთ იმის საშუალება, რომ დაზღვეული იყოს პენსიონერი, რა თქმა უნდა, ის რაღაც დამატებითი ბენეფიტები იგივე მედიკამენტებზე თანაგადახდა, ამბულატორიულ კვლევებზე თანაგადახდები
და სტაციონარის შემთხვევაშიც თანაგადახდაში მონაწილეობა. ჯანდაცვა საერთოდ ძვირდება, არიაფდება. სრულად სახელმწიფო ბიუჯეტზე ამისი ჩამოკიდებაც ფაქტია, რომ ძალიან რთულია. დამატებითი რაღაცა ესეთი მექანიზმების ჩართვა მე ჩვენ ვფიქრობთ ესე ანუ აქეთა მხარე ასე ვთქვათ სექტორი რომ რა თქმა უნდა შეღავათი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც და რა თქმა უნდა შეღავათი იქნება მოხმარებლისთვის იმიტომ რომ პირდაპირ ჯებიდან გადახდა გაცილებით უფრო დიდი ტვირთია ვიდრე სადაზღვევო სქემაში ჩართვა. სადაზღვევო ინდუსტრიასა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობაზე სექტორმა საკითხი დღის წესრიგში უკვე დააყენა ჯანდაცვის მინისტრთან თვეების წინ გამართულ შეხვედრაზე. მათი თქმით, მინისტრს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ ჰქონია, თუმცა განიხილავს თუ არა სარჯველაძის ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ამ მიმართულებით ცვლილებებს ამ ეტაპზე უცნობია.